თქმა უნდა, სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები. დღეს ჩვენ გქონდა საუბარი, მე პირადად გქონდა გამოსვლა სამიტზე, სადაც ვისაუბრე საქართველოში განვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი და გარდა ამისა, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრებიც. ჩვენ გქონდა დღეს საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ქუვეთის პრემიერ-მინისტრთან, გარდა ამისა, შეხვედრებს შორის ჰქონდა საუბრები არაფორმალურ ფორმატში, სხვადასხვა წარმომადგენელთან, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან. ბუნებრივია, ასეთ ფორმატებს ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხოლმე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები და წარმოადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. Madam Premier, სხვა საკითხებზეც გვაქვს კითხვები, შეიძლება პირველი ჩემი კითხვა შეეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას საბოტაჟი და ამომძიმებელ გარემოებაში. Როგორ ფიქრობთ, რისი თქმაც თქვენ შეგიძლიათ, რა შეიძლება გამოკვეთოს ამ სისხლის სამართლის საქმემ და ზოგადად სადამდე შეიძლება მივიდეს გამოძიება? Ფიქრობ, რომ აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს რა თქმა უნდა თავად პროკურატურა დაადგენს და საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ზოგადად თუ გავსდებით ასე ვთქვათ სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურ შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ხედავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საესაზღვრო ინტერესები. Რა თქმა უნდა, წარმატება შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დაშადი. ზოგადად ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირ საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ყველაფერი შეიძლება ბუნებრივია გამოძიება, დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ საბოლოოდ რა თქმა უნდა სასამართლო. Madam Premier, შვედეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე მინდა გკითხოთ ამასთან დაკავშირებით. დღეს შალვა ბაბაშვილის პოსტიც ვნახეთ, იყო პირდაპირ ეთერში მოწოდება პროცესების მეიძნის სცენარით განვითარების შესახებ. Როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ამაზე? ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დაუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია. Როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ მაიდნის სცენარის განვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება არც უკრაინიზაცია. თქვენ ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ არ დაუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დაუშვათ რაც თავარია მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე ძალიან უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს უნდათ დღემდე. Madam Iraklი, საერთაშორისო გზავნილების საკითხს გავაგრძელებ. ევროსაბჭოს კონგრესის განცხადება არის, რომელიც ეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა გაიმართოს მიმდინარე წელს. საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ჩატარება ქმნის რისკებს, რომ არსებული ვითარება გამწოდება და ამიტომ რაღაცნაირად მოწოდება ხელისუფლების მისამართით, რომ ეს არჩევნები უნდა იყოს გადადებული. თქვენ სახელმწიფოს მეთაურს როგორ გესმით ასეთი გზავნილები? ესეც რაღაც უკრაინიზაციას გვაგონებს, თქვენ იცით, რომ უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვს კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვერ დაუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საგრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია 4 წლის თავზე ჭირდება ამანდაც განახლება. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ეხება თქვენს ოპონენტებს, რომლებიც სტრასბურგში მიემგზავრებიან, ამბობენ, რომ დასანქცირებულ პირთა სით მიდიან იქ და ითხოვენ სანქციებს. მათ პოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება კიდევ ერთი. რა თქმა უნდა, ესეც არის იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელება, რასაც აწარმოებს ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, ქვეყნის დასჯა, ქვეყნის უგუსლო, ეს არის მათი მიზანი და ინტერესი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში თქვენ ხედავთ, რომ მათ ვერაფრით ვერ დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ
ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცხოვროს იმაზე უკეთესად, ვიდრე გვაქვს დღევანდელი მდგომარეობა, ეკონომიკა იზრდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, ჩვენ გვინდა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, ამისათვის გვჭირდება შეუქცევადი და შეუფერხებელი განვითარება, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე, განვითარების გზაზე, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ბატონო, თქვენ ბოლო წელიწადია და თქვენი გუნდი ხშირად საუბრობთ დონორი ორგანიზაციების თანხების ხარჯვით ნაწილზე. და ვნახეთ, როგორი წინააღმდეგობა მოხდა იგივე გამჭვირვალობის კანონის, თუნდაც ინიცირებას ქვეყანაში. რაც მას შემდეგ რაც დაიწყო ვაშინგტონში გამოძიება და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა, რაზე მეტყველებს ახლა ეს. ვიცით, რომ მაგალითად საგამოძიებო ნუსხებში არის მათ შორის საქართველოში გადმორიცხული თანხების ცალკეული პროექტებისთვის. დიახ, თქვენ გახსოვთ, რომ ორჯერ დავაინიცირეთ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ, ერთხელ უკან მოხდა მისი გაწევა, მეორეჯერ მივიღეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოხდა რევოლუციის მცდელობა და მაშინდელი გზავნილების გემახსოვრებად, ანუ რატო ვიღებდით ჩვენ ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ითხოვდა ამ კანონის გაწევას და შემდეგ ასევე კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ კანონპროექტით ჩვენ მტრად ვაცხადებდით ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ შემდეგ რაც საბოლოო ჯამში ყველაფერი რაც ყველანაირად ასე ვთქვათ გაირკვა, ყველაფრის ნათელი მოეფინა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ უკვე ახალი ამერიკული ადმინისტრაციის გზავნილები, თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციას დასავლეთიდანაც კონდეს მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ ამიტომ ამბობთ ერთ რამეს. თავარი არის სუვერენიტეტი, თავარია ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავარია გამჭვირვალობა, ხალხისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ცენტრი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს ბოლომდე დაცული. გაირკვა, რომ თურმე დიახაც ყოფილ ადმინისტრაციას შეიძლებოდა ჰქონოდა მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ის ფაქტები, რომლებიც ზიარდება ბოლო დროის განმავლობაში, მათ შორის ამერიკელების მხრიდან, რაც უკავშირდება საქართველოში კონკრეტული, ასე ვთქვათ, ინიციატივების დაფინანსებას, ეს ყველაფერი ბუნებრივია ცხადყოფს, რომ კონკრეტული მტრული განზრახვები ყოფილა სახეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავარია რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, დაცული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და სწორედ ამას ემსახურებოდა თავის როზე გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირება, შემდეგ ამ კანონის მიღება, ჩვენ მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, ძალიან უსამართლო თავდასხმებისა, მოახერხეთ ამ კანონის მიღება და რა თქმა უნდა, საჭიროა ამ კანონის სათანადო ახსულება იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს მომავალშიც დაცული. ბატონ პრემიერო, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე მინდა გითხოთ ალუმინსა და ლითონებთან დაკავშირებით 25%-იან ტარიფების დაწესებაზე ევროკავშირის მისამართით, სადაც პასუხი მოყვა ევროკავშირის მხრიდან, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოხდება. როგორ შეიძლება იქნას აღქმული ეს პოზიცია ტრამპის და შეიძლება თუ არა, ასე ვთქვათ, გავიგოთ ეს ყველაფერი ისე, რომ გარკვეული სანქციები დაწესდა ევროკავშირის წინააღმდეგ მსგავსი ტარიფების სახით. მე პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მცირე ქვეყანა ვართ და ჩვენი მისია ვერ იქნება ამ ურთიერთობებში ჩარევა. იმედია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთში გაერკვევიან. ერთადერთი რამე შემიძლია თქვა, ევროკავშირი მოკლებული იყო არსებითად სუვერენიტეტს მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, ამის გაგრძელება ეს პროცესები, რაც უკავშირდება ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებს და ამ ყველაფრის გამოხატულება იყო ის უსამართლო თავდასხმებიც, რომლებსაც ჩვენ ხედავდით საქართველოს მიმართ. იქ, სადაც სუვერენიტეტი არ აქვს, სათანადოდ ევროკავშირის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ბევრია. როგორც რეგრესული მოვლენა, ასევე უსამართლობა. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის 65%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები ევროპელმა ბიუროკრატებმა
არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას. ბატონო პრემიერ, ამ ფონზე თქვენი ოპონენტები გაურბიან კითხვას, რომელიც მაგალითად ამერიკის და ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხება, მაშოდაც ბევრი განცხადება მოვისმინეთ მათი მხრიდან, როგორ შეიძლება განვითარებული იყოს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის პირობებში. როგორ ფიქრობთ, რატომ არიდებენ თავს? ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება წარიმართება მათთვის არასახარბიელოდ, რადიკალური ოპოზიციისთვის არასახარბიელოდ. გარდა ამისა, ადრე გახსოვთ, როგორ წარმოაჩენდნენ ისინი დასავლეთს, როგორც ასეთს, წარმოაჩენდნენ რაღაც იდეალურ მოვლენად, სადაც არაფერი, ასე ვთქვათ, ნეგატიური არ შეიძლება მოხდეს. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. შესაბამისად, მათ თავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება კონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ. ამ გზავნილს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ ბუნებრივია ისინი თავს პასუხისგაცემა ასეთ უხერხულ კითხვებზე. რა თქმა უნდა, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები, არსებობს ევროკავშირი, არის პოლიტიკური ინტერესები, ზოგადად გლობალური პოლიტიკა არის ისეთივე რთული და მძიმე საქმე, როგორც არის ლოკალური ქართული პოლიტიკა. იქ არის უამრავი სხვადასხვა ინტერესი. კიდევ ერთხელ გაიმერებ, ამერიკა ევროკავშირმა ერთმანეთში უნდა გაარღვიონ საკუთარი ინტერესები, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ მთავარი მესიჯი ჩამოეშალათ. დანარჩენ შევხედოთ. ბოლო კითხვა მექნება, თუ შეიძლება საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს კორუფციის აღქმის ინდექსს, სადაც საქართველო კვლავ არის მოწინავე პოზიციებზე, წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიის რეგიონში. რის ხარჯზე ინარჩუნებს ჩვენი ქვეყანა აი ამ მნიშვნელოვან ინდექსში მოწინავე პოზიციას? ზოგადად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მოწინავე პოზიცია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევაც არ ასახავს სათანადოდ იმ პროგრესს, რომელიც მათ შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ საკითხზე და ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ამ 1 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენთან კორუფციის დონე შემცირებულიყო. გარდა ამისა, მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესია ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა, არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და არც ერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე რა თქმა უნდა ურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ იბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად შემცირდება კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ჩვენი მთავრობისთვის.